გაჩვენებს აბსოლუტურად ყველაფერს. აი აქ არის ესეთი dashboard, აქ რატომღაც ყოლქონდა ყველაფერი ინგლისურად, რატომღაც გადავიდა ყველაფერი გერმანულად და ვერ გავიგე რატომ გადავიდა ყველაფერი გერმანულად თავისთვის. აი აქ გიჩვენებთ გამომწერლების რაოდენობას, აქ ბოლო 28 დღეში რამდენი გამომწერი მოგემატათ, ну იმის ნახვაც შეიძლება რამდენი გამომწერი მოგაკალდათ, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ არ ვამოწმებ გამომწერების რაოდენობას, მომატებას და დაკლებას. აი აქ მე არ ვიცი ახლა მე მაქვს ეს ინგლისურად გქონდა გადავიდა გერმანულზე ახლა ამის უკან გადაყვანას არ ვაპირებ. აქ გაჩვენებთ ბოლო 28 დღის განმავლობაში რამდენჯერ იყო თქვენი ვიდეოები ნანახი, ანუ ეს არის 1%-ით ნაკლები ვიდრე წინა თვეში. ეს რამდენი საათი მთლიანობაში, რამდენი საათის განმავლობაში უყურეს ჩემს ვიდეოს, ეს იყო დაახლოებით 593 საათი და ეს არის აი უმზაც, ეს არის უკვე ფული, რომელიც მე გამოვიმუშავე YouTube-ზე და ეს არის 5 ევრო და 99 ცენტი ერთი თვის ფული. ეს არის აი ესეთი ეს არის რაღაც კომენტარები, ახლები, სხვათა შორის მე ამ YouTube სტუდიოში ძალიან იშვიათად შემოვდივარ. აი სხვათა შორის აი ამას გეუბნებოდით, იური აკოპოვი არის ძალიან კარგი ფოტოგრაფი, ვისაც აინტერესებს, აი ახლა ეს აქ არც ვიყავი მე შემოსული სხვათა შორის. ეს ჩემი აბონენტები არიან თუ ვინც მე მყავს გამოწერილი ნეტავ, იმიტომ რომ მე გამოწერილი მყავს იური აკოპოვი. ძალიან კარგი ფოტოგრაფი არის, აი რაღაცა ძალიან ძლიერი კონტენტი აქვს და ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფია, ფოტოშოპი და ესეთი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, კონტენტი შეუძლია გადავიდეს და ნახოს. ეხლა გადავიდეთ ანალიტიკაში. აქ შეგიძლიათ თქვათ გადახვიდეთ ვიდეოებში, აქ წესით ვიდეოს უნდა ეწეროს ინგლისურად, გადახვალთ ვიდეოებში, ეს ჯერ არ გამომიქვეყნები, ამას დღეს გამოვაქვეყნებ. და შეგიძლიათ თითო ვიდეოს ანალიტიკა ნახოთ, ან შეგიძლიათ ნახოთ მთლიანი ანალიტიკა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მთლიანი ანალიტიკა. და მე გეტყვით რა აქვს მნიშვნელობა რას აქვს YouTube-ზე. რაც შეეხება ქართულ YouTube-ს, ქართული YouTube იხდის ძალიან ცოტას ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. YouTube-ის შემოსავალი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, AdSense-ზე. AdSense არის ის რეკლამები, რომლებსაც თქვენ ხედავთ ჩვენი ვიდეოების ყურების დროს. თუ რეკლამას გადაახტით 5 წამში, მაშინ შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ არის, თუ ცოტა გააგრძელეთ რეკლამის ყურება, მაშინ იხდის აი ეს რეკლამის მიმცემი ფულს, ასე ვთქვათ. აი აქ რასაც ხედავთ, ეს არის ის დღეები, სადაც ავტვირთე ვიდეოები და ნახვები როგორც ხედავთ, დიდი არაფერი არ მაქვს მე. აქ არის 500 ნახვა დაახლოებით, აქ 368 და ასე შემდეგ. აი ეს არის მთლიანი შემოსავალი 28 დღის განმავლობაში, რაც მე ავიღე. ახლა რა უნდა იცოდეთ ახლა კიდევ თქვენ. საქმე იმაში არის, რომ YouTube აი ამ თანხას არ იხდის. თქვენ უნდა ახვიდეთ $100-ზე, რომელიც არის დაახლოებით ალბათ 90 ევრო, არ ვიცი, რომ გადაიხადოს YouTube-მა. ანუ მე ჯერ რადგანაც არ ვარ ასული $100-ზე, შესაბამისად მე არც არანაირი ასე ვთქვათ შემოსავალი არ მაქვს, არ გადმოურიცხია YouTube-ს ჩემთვის არაფერი. აქ არის კიდე ბევრი რაღაც მაჩვენებელი, აი დავუშვოთ ყველაზე პირველ ადგილზე დგას ეს aloe vera-ს ვიდეო, მეორე ადგილზე არის სწავლა და ცხოვრება გერმანიაში, თუმცა აი ნახვები არის სასაცილო, ხო, რასაც ხედავთ ახლა დიდი მაინც არაფერი. ანუ საუბარი არ არის აქ იმაზე, რომ იყოთ მილიონში კი და ყავდეთ მილიონი გამომწერი, პრინციპში მილიონი გამომწერი საქართველოში მაინც გამორიცხულია. ეს არის ახლა მეორე საფეხური, სადაც გადავდივართ, ეს არის იმპრესიონები, ანუ 126,598 ჯერ აჩვენა YouTube-მა ჩემი ვიდეო. დავუშვათ თქვენ უყურებთ ნანუკას ვიდეოს და ნანუკას ვიდეოს გვერდით გამოვიდა ჩემი ვიდეო რეკომენდირებულებში, ანუ ეს არის რეკომენდაციაში, ანუ წინა თვესთან შედარებით აიწია 4%-ით. შემდეგი ეს არის click rate. Click rate არის აი
აქედან რამდენმა დააკლიკა. ანუ 5.6%-მა დააკლიკა 126.000-დან და ეს არის 5%-ით მეტი ვიდრე წინა თვეში. რაც შეეხება ახლა ნახვებს თვითონ ნახვებმა დაიწია 1%-ით და აი ინტერნეტს უშავე, ეს არის ის ხალხი, რომელიც მიყურებს, მაგრამ რომელსაც არ ყევარ გამოწერილი. როგორც გითხარით, გამომწერების რაოდენობას აზრი არ აქვს. თქვენ 1000 კაცს რო ახვალთ და 4000 საათი რო გექნებათ, შეგიძლიათ უკვე ჩართოთ მონეტიზაცია და 100.000 გამომწერი რო ყავდეთ და 1000 ნახვა რო გქონდეთ თითო ვიდეოზე, ეგ უარესია, ვიდრე ყავდეთ ნაკლები გამომწერები და მეტი ნახვები. აქ გიჩვენებთ ახლა საიდან გიპოვნეს, ვთქვათ, აი აქ YouTube-ში ვიღაცა რაღაცას ეძებდა 40%, 20% არის აი ეს თვითონ რეკომენდაციები, ეს არის არხის გვერდზე ვინც შემოვიდა, ექსტერნი, ეს შეიძლება Google იყოს და ასე შემდეგ. აქ არის ბევრი საინტერესო ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მაინც და მაინც შემოსავალზე. აი როგორც გითხარით ექსტერნი ალბათ Google არის მეთქი და Google-დან მიპოვნა 24%-მა Facebook-ში Facebook-ში მე არაფერს არ ვდებ, არ ვიცი Facebook-მა როგორ მიპოვნა. და აქ მიჩვენებს კიდე ვიდეო, სადაც დაუშვათ ჩემი ვიდეოები არის რეკომენდირებული, რომელს აი აქ 200 ფრაზა გერმანულად ეს არ ვიცი რა არხი არის და ამ არხზე დაუშვათ 4.5% ჩემი ვიდეო არის ეთყობა აი აქ სადღაც სტაფილოზეთი, სწავლა და ცხოვრება გერმანიაში, ну აი ამ ვიდეოებს ვინც იღებს იმათ საიტებზე არის როგორც წესი ეთყობა ჩემი ვიდეოები ანალიტიკის თანახმად. გადავიდეთ ახლა ინტერაქციონებზე. აი აქ როგორც გითხარით, ეს არის საათების რაოდენობა, რამდენი საათი იყო მთლიანობაში ჩემი ვიდეო ნანახი, 28 დღის განმავლობაში 583 საათი დაახლოებით და აი ეს მაჩვენებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაჩვენებლებზე რომელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ აპირებთ YouTube-ის არხის გახსნას, ამას ცალკე ვიდეოს გადავიღებ, თორედ დღეს ვერ მოვჩები ამის გადაღებას. აქ მიჩვენებს კიდევ იმ ხალხს, ვინც მე მიყურებს, აი როგორც ხედავთ, გამომწერების რაოდენობა 29%-ით დაეცა ჩემს არხზე, მაგრამ ნუ მე მაგას არც უყურებ უკვე. ოდესღაც ანებებთ ყველაფრის ყურებას თავს, ანუ აღარ ადევნებთ თვალს. აი ეს არის ძალიან კარგი, გიჩვენებთ რომელ საათის მონაკვეთში და რომელ დღეებში არის თქვენი მაყურებელი აქტიური და ნუ პრინციპში აი მაგალითად კვირა დღეს 18 საათზე ძალიან ბევრი ჩემი მაყურებელი აქტიურია და კარგი იქნებოდა დადება. აი დღეს არის არა უშაბათია დღეს. დღესაც დაახლოებით 17 საათზე არის ძალიან ბევრი ხალხი აქტიური ჩემი მაყურებელი და აქაც კარგი იქნებოდა ვიდეოს დადება. აი აქ ნანუტას ვიდეოები, ანუ ჩემი მაყურებელი რას უყურებს კიდევ, ჩემი მაყურებელი უყურებს კიდევ ნანუტას ვიდეოებს. Upload time. Live stream time, upload time. Так, სადღაც უნდა იყოს ახლა კიდევ აი ეს ვინ მიყურებს, იმ დღესაც დავსვი შეკითხვა, სადღაც აქ საფრანგეთი და ესპანეთი ვნახე და ვინ მიყურებს მეთქი აი ამ ქვეყნებიდან თქო და მაინტერესა. საქართველოსდან მიყურებს, ანუ სად არის პროცენტული? 74.7%, გერმანიიდან მიყურებს 1.4%, საბერძნეთი მიყურებს 1%, იტალია, თურქეთი, საფრანგეთი და ესპანეთი. ეს ძალიან კარგი არის ხოთაშორის ეს ანალიტიკა და კიდე რას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თქვენი თანხის გამომუშავებისთვის, ეს არის აი ეს. აქ წერია Alltag schlecht, ანუ ეს არის ასაკი და სქესი ვინ გიყურებთ. ანუ მე მიყურებ 22.3% კაცი და 77.8% ქალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალს და კაცს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ გიყურებს, მნიშვნელობა აქვს აი ამ მონაცემებს ვინ გიყურებთ თქვენ. რაც შეეხება ახლა გადასახადს, ხო? გადასახადს როგორ ხდება ეს ყველაფერი? თქვენ გერთვებათ რეკლამა. ყველა ადამიანს ერთვება ინდივიდუალური რეკლამა იმის და მიხედვით თქვენ რას ეძებდით მანამდე
YouTube-ში. თქვენ თუ ბავშვის პამპერსებს ებძებდით, მაშინ თქვენ გამოგიგდებთ რეკლამაში ბავშვის ტანსაცმელს, ბავშვის კვებას დაუშვათ. ეგ რეკლამები ბევრს არ იხდიან. მე მაგალითად ვუყურებ სულ ფინანსებს და ინვესტიციებს და მე ამას ვუყურებ ინგლისურად, ან რუსულად, ან გერმანულად გააჩნია, რომელიც მომეწონება. მაქვს ჩემი საყვარელი არხები და ვუყურებ იმას. რადგანაც მე ვუყურებ უფრო და ვეძებ ყოველთვის ფინანსებს და ინვესტიციებს, აქციებს, ინდექს ფონდს, EFT და ასე შემდეგ, მე ყოველთვის აბსოლუტურად ნებისმიერ ვიდეოში მიგდებს ფინანსურ რეკლამას. ფინანსური თემა ძალიან კარგად არის გადახდადი და ამიტომ ფინანსური ტიპის რეკლამები ძალიან კარგად იხდიან. საქართველოში აი ამ გადახდაზე დაივიწყეთ ყველაფერი, საქართველოში გაჩვენებთ მე თქვენ რამდენს იხდის რეკლამა. საქართველოში მე ვინც მიყურებს და ვინც უყურებს დაუშვათ ფინანსურ მხარეს შეიძლება იმას უგდებდეს საფინანსოს, მაგრამ მე არ ვიცი საქართველოში რას იხდის აი ესეთი ფინანსური ბანკები დაუშვათ ან კრედიტკარტები ან დაზღვევები რას იხდიან რეკლამაში, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენოთ საქართველოში რა არის დაახლოებითი რეიტი, რომელიც არის ძალიან დაბალი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აკეხლა თქვენს შემოსავალს აი ამ მაჩვენებელზე რა ასაკის ხალხი გიყურებთ. 13-დან 17 წლამდე ასაკის ხალხს არ აქვს ფული. საქმე რაშია? 13-დან 17 და 17 წლის ბავშვები, მათ არ აქვთ შემოსავალი, მათ არ აქვთ სამსახური და ისინი რა თქმა უნდა არ სხედან კრედიტკარტებით კომპიუტერთან და არაფერს არ ყიდულობენ. შესაბამისად, რეკლამები აი ამაში იხდიან ძალიან ცოტას. რაც არ უნდა 13 წლის ბავშვი უყურებდეს დაუშვათ როგორ გითხრათ, ფინანსურ რეკლამას, ის ვერასდროს ვერ ჩადებს ინვესტიციებში და ინვესტიციებს ვერ გააკეთებს, აქციებს ვერ იყიდის, აქციებში ინვესტიციას ვერ გააკეთებს, ტრეიდინგს ვერ დაიწყებს, ანუ აი ამ ასაკის კატეგორიას ყველაზე იაფიანი რეკლამა ჩაერთვება. თქვენთვის იუთუბერისთვის, თორე ამისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ხო ის უყურებს ან არ უყურებს, მისი გადასაწყვეტია. 18-დან 24 წლამდე შეიძლება ქონდეს შემოსავალი, მაგრამ არც ისე დიდი, შესაბამისად ამათაც უფრო ნაკლებ ფასიანი რეკლამები ერთვებათ და ყველაზე ძლიერი არის 25-დან 54 წლამდე. 65 პლუს ეს უკვე თაში არც არავინ არ მიყურებს, მაგ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი, რომ საქართველოში აი ეს ასაკობრივი კატეგორია საერთოდ არ არის აქტიური და შეხედეთ 45-დან 54 წლამდეც რა დაბალი პროცენტულობა მიყურებს, ანუ ესენიც არ არიან, მაგრამ სოფლიოში რომ აიღოთ, სოფლიოს სტატისტიკა რო აიღოთ, აი ეს კატეგორია არ არის ყველაზე გადახდის უნარიანი და აი ამ კატეგორიას წესით ერთვება კარგი რეკლამები, თუ ესენი უყურებენ, ну როგორც გითხარით, თუ ახლა ადამიანი პამპერს ეძებს, პამპერსის რეკლამიდან გამომდინარე, ანუ ძებნიდან გამომდინარე, YouTube-ი ჩაურთავს ცოტა სხვა რეკლამას, ვიდრე იმას, ვინც ინვესტიციებით არის დაკავებული, ხო? და საქმე რაშია? YouTube-ი ეკუთვნის Google-ს. წარმოიდგინეთ, Google არის search engine, არის აი პირველი მსოფლიოში და მეორე არის უკვე YouTube-ი ეკუთვნის Google-ს. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი არის ერთმანეთში გადაბმული და ერთმანეთში გადახვართული. გადავიდეთ ახლა შემოსავალზე. აი აქ რასაც ხედავთ, ეს არის 5 €99, რაც გავაკეთე ბოლო 1 თვის განმავლობაში. რა არის ახლა აი ეს? ეს არის ის თანხა, რასაც კომპანიები იხდიან ჩემს ვიდეოზე დადებულ რეკლამაში. ეს არის 2,51 €. ეს არის უკვე, როგორ გითხრათ, საშუალო თანხა ყველა ვიდეოდან აღებული ბოლო 1 თვის განმავლობაში და ბოლო 1 თვეში მაქვს დადებული 1, 2, 3, 4 ვიდეო სულ. აი ეს რა არის?
ეს არის ის თანხა, რომელიც მე რეალურად დამრჩა აი აქედან, იმიტომ რომ აქ არის click per mil ქვია ამას და ეს არის rate per mil. ანუ ეს არის ის თანხა, რომელზეც თანახმა არის რეკლამის მიმცემი გადაიხადოს 1000 ნახვაზე. მე როგორც იცით 1000 ნახვაზე არავსულ ვარ არც ერთ ვიდეოში. ნუ არავდივარ მე ამ ხელა ნახვებზე, არ მაქვს 1000 ნახვა და აი ეს არის ის თანხა, რომელიც მე გამოვიმუშავე აი აქედან. იმიტომ რომ YouTube იღებს 45%-ს აი ამ შემოსავლიდან და მე მრჩება 55%, მაგრამ რადგანაც მე 1000 ნახვაზე არავსულ ვარ, აი აქ აწერია კიდევაც თუ დაინახავთ, ქართულ გერმანული ვისაც ესმით, kosten pro 1000 Video Aufrufe, ანუ 1000 ნახვაზე გადაიხდიდა ამას, რადგანაც 1000 ნახვა არ ქონდა ჩემ ვიდეოებს და ქონდა ნაკლები, შესაბამისად პროპორციულად იხდის 62 ცენტს. ეს არის საქართველოს ასე ვთქვათ, რეიტები არის ძალიან დაბალი. ახლა მოდით გადავიდეთ ინდივიდუალურ ვიდეოებზე. რაც შეეხება ახლა ინდივიდუალურ ვიდეოებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ თვითონ თემატიკას. ყველაზე მეც იხდის ჯანდაცვა, თქვენ თუ ხართ ექიმი, თქვენ თუ ხართ ფსიქოლოგი, მაგრამ მე ვლაპარაკობ ამას იმ კურსებიდან გამომდინარე, რომელიც მე ნაყიდი მაქვს, რომლებიც მე ვისწავლე, ანუ ვისწავლე რა გავაკეთე ეს კურსები და ლაპარაკი არის მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მაინც ნაკლებად როგორ გითხრათ, სარეკლამო აგენტოები მაინც ნაკლებს იხდიან, ვიდრე ახლა დაუშვათ ვუყურე ერთს, რომელსაც აქვს ფინანსურ დარგში გახსნილი YouTube-ის არხი და მას რო შევიდა თავის ანალიტიკაში, $323 იხდიდა ერთი ვიღაცა არ ვიცი, ჩვენ ხო ვერ ხედავთ ვინ აკეთებს ჩვენს არხზე რეკლამას, თუმცა მაგის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მე ჯერ არ გამიკეთებია და მაგას რომელიმე სხვა ვიდეოში მოგიყვებით, როგორ უნდა ნახოთ ვინ გააკეთა თქვენს არხზე რეკლამა. ვიღაცას ჰქონდა $323 გადახდილი რეკლამისთვის აი ამ გოგოსთან. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გოგომ $323 აიღო, მაგრამ ფაქტია, რომ რეკლამა ჰქონდა ჩართული $323-იანი. ეს არის ფინანსური მხარე და მეორე უძლიერესი მხარე. თქვენ თუ ხართ საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში, რუსეთში, რუსეთი ძალიან კარგად იხდის საქართველოსთან შედარებით სხვადასხვა და გააქვთ აი ეს შესაბამისი განათლება, თქვენ თუ ხართ ექიმი ან ფსიქოლოგი, ძალიან დიდი ფულის პატრონი არის ფარმა ინდუსტრია და ჯანდაცვის ინდუსტრია. ეგენი იხდიან უფრო მეც, ვიდრე იხდის, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარეც კი. ახლა მაშინ გადავიდეთ, აი ამ ვიდეოს გამოქვეყნება მინდა და გადავიდეთ მაშინ ახლა ჩვენ სათითაო ვიდეოზე და ვნახოთ აბა რამდენმა თითო ვიდეომ რა გააკეთა. ახლა აი ეს ვიდეოები, რადგან საქართველოში არ მიდის, რა თქმა უნდა, ამაზე ნაკლები იქნება თანხა. აი მაგალითად აი ეს თანხის გამომუშავება წესით უფრო უნდა იყოს საინტერესო ხალხისთვის, იმიტომ რომ საუბარი არის ფულზე, ხო? გადავიდეთ ახლა ანალიტიკაში და ვნახოთ რამდენი მაქვს მე ამ ვიდეოთი ნაშოვნი. ანუ აი ამ ვიდეო მე მომიტანა 38 ცენტი. აი ასე ცოტა მოაქვს თითო ვიდეოს, მაგრამ ეს საუბარი მაქვს ახლა მე ლაპარაკი. არა დიახ, გამოქვეყნებიდან. აი ნახეთ როგორ შეიცვალა აქ უკვე თანხა. თანხა შეიცვალა. ანუ რადგანაც ეს საუბარი არის თანხის გამომუშავებაზე, მე არ ვიცი რა ტიპის ვიდეოები ჩაერთო აქ და მე სიმართლე გითხრათ დამეზარა რომ ჩამერთო ის ფუნქცია გადასულიყავი და მენახა ვინ ჩართო ჩემს ვიდეოში რეკლამები, იმიტომ რომ მაგის ნახვაც შემიძლია. ანუ თითო 1000 კაცზე გადაიხდიდა 3 ევროს და 20 ცენტს. აი ეს რეკლამის მიმცემი, ვინც ჩართო რეკლამა, ვინც დადო რეკლამა ჩემს აი ამ ვიდეოზე. მე ამ ვიდეოდან გამოვიმუშავე 89 ცენტი, იმიტომ რომ ეს არ ვიცი, მე მგონი არც იყო ეს 1000 ნახვაზე ასული, თუ არ ვცდები. და აი ეს ბოლო გეშეცდა gesamtუნო diese Zeitmitführung. ანუ მთლიანი თანხა ვიშოვნე ამ YouTube ამ
ამ ვიდეოდან 38 ცენტი, ანუ ბევრი არც არაფერი მიშოვნია, მინდა გითხრათ. ამიტომ ამბობ, რომ მე ამ YouTube-ის არხზე არანაირი შემოსავალი არ მაქვს. Photoshop-ი, Fiverr, Amazon, რომელიც შეიძლებოდა მოეტანა კიდე MacBook-ი წესით, ახლა ეს რომ მე ვიყო ამერიკაში და ევროპაში, აი ამ ვიდეოებს ექნებოდა ძალიან დიდი თანხები. იმიტომ რომ დაახლოებით $40 იქნებოდა რეკლამის ჩართვა აი ამ ვიდეოზე, მაგრამ საქართველოში, როგორც მე მივხვდი, მაგ ხელა არ არის. ეს გადავიდეთ აი აქ. აი ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის $40, როგორიც მე მექნებოდა ახლა ამერიკაში, აი ამ ვიდეოზე, რომელსაც ვლაპარაკობ, რომ MacBook-ის upgrade-ი €300, იმიტომ რომ ის MacBook-ი, რომელიც მე მინდა ღირს დაახლოებით €4000 და უკაცრავად €4000 არის უზარმაზარი თანხა, რომელსაც მე ვერ გადავიხდი. აი აქ ჩაირთო €5 და 17 ცენტს იხდიდნენ ის ხალხი, ვინც რთავდა ჩემს არხზე რეკლამას. მე რაც დამრჩებოდა 1000 ნახვიდან იქნებოდა €2 და 2 ცენტი და რატომღაც მაქვს მე 72 ცენტი გაკეთებული ამ ვიდეოზე. ეს ხო არის გამოქვეყნებიდან. კი, გამოქვეყნების დღიდან არის ესეთი რაც გაიყიდა, ვთქვათ, ვინც უყურა, იმიტომ რომ გადაახტებიან, მე უკვე 5 წამის შემდეგ რომ გადაახტებიან, ის აღარ ითვლება და რომ ცოტას უყურებენ, უკვე ის ითვლება და გამოვიდა 72 ცენტი. ანუ თვითონ თემატიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც შეეხება ახლა დაუშვათ რაღაცა ყოველდღიურ თემატიკას, მან რეკლამებიც არ არის ისეთი, იმიტომ რომ როგორც გითხარით დაუშვათ არ ვიცი, როგორ გითხრათ, ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვს სამედიცინო დარგს, თქვენ თუ ხართ ფსიქოლოგი, ექიმი, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს მაგას. ძალიან კარგად იხდიან დაუშვათ ტექნიკა, საქართველოში რამდენად იხდიან არ ვიცი, იმიტომ რომ საქართველოში ცოტა სხვა სიტუაციაა, მეგობრებო, საქართველოში არის მოსახლეობა 3,5 მილიონი. 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ბერლინში. წარმოიდგინეთ და მოსკოვში მე მგონი არ ვიცი რამდენი ცხოვრობს, რო შეადაროთ, ახლა მოსკოვში 2008 წელს იყო მე მგონი 14 მილიონი. ახლა ალბათ 20 მილიონი ცხოვრობს და ანუ თვითონ საქართველოს მაღაზიებისაც მესმის მე რომლებიც არაკეთებენ რეკლამებს და მესმის კიდევ იმ რეკლამის გამცემებისთვის, ვისაც არ აქვს იმხელა შემოსავალი. იმიტომ რომ ამერიკაში თუ ვიღაცა ბლოგერს, რომელიც აკეთებს reviews დაუშვათ კამერებზე, გაუგზავნეს $500-იანი კამერა, იმან ზუსტად იცის, რომ $500-ში ამოიღებს $50,000, მაგრამ საქართველოში რომ გამომიგზავნოს, ახლა მე დაუშვათ მაღაზიამ, სად არის ჩემი მაკი, აი ეს მაკი რომ გამომიგზავნოს მე საქართველოში რომელიმე მაღაზიამ, რომელიც მე მინდა ღირს €3800, იმან ხო უნდა ამოიღოს ის თანხა და ის იმ თანხას ვერ ამოიღებს. ანუ იმან რომ გამომიგზავნოს მე €3800-იანი მაკი, ის უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის გაყიდის მერე ვთქვათ 40,000-ის საქონელს და ის იმას ვერ გაყიდის და შესაბამისად მე ძალიან მეწოდებიან მაგ ხრივ, იმიტომ რომ არა აქვთ ის შემოსავალი, რაც შემოსავალი შეიძლებოდა თქონოდათ მსოფლიოს ასპარეზზე რო ყოფილიყვნენ. აი მაგალითად გასაუბრების ვიდეოც ვნახოთ, ანალიტიკა, იმიტომ რომ ეს წესი საინტერესო უნდა ყოფილიყო. აქედან €12 ამიღია, გამდიდრებულ ვარ. აი ნახეთ, რო გითხარით მე, სამსახური, ფინანსები, ჯანდაცვა, ჯანდაცვის ვიდეოები მე არ მაქვს, იმიტომ რომ მე ჯანდაცვას არ მივეკუთვნები. აი ნახეთ, €4 და 84 ცენტი აქვს გადახდილი საქართველოში რეკლამის მიმცემებს, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგია. ეს ახლა ამერიკაში იქნებოდა $40-დან და ზევით, აი აქ. ეს არის ის, რაც რჩებათ თქვენ 1000 ნახვიდან, მაგრამ ეტყობა 1000 არ ნახა და აი დამრჩა აი ეს თანხა. მოკლედ, რაც უფრო ისეთია კონტენტი, როგორ გითხრათ, ფინანსური და ინვესტიციები და ჯანდაცვა და წამლები და ასე შემდეგ, რაც უფრო მასეთია ვიდეო, უფრო საგამანათლებლო, რომელიც პრინციპში არავის არ ჭირდება.
უფრო დიდი არის, ასე ვთქვათ, გადახდის შანსიც. აი აქ მქონია 2000 ნახვა ამ ვიდეოზე, არც ვიცოდი და აი აქაც გადახდილია 3 ევრო და 10 ცენტი. აი ეს უკვე აღარ მესმის რატოა გადახდილი აქ ამდენი, იმიტომ რომ აქ ვაცხობ პურს. და ამ ვიდეოდან გამაკეთებია თითქმის ევრო 9. არ ვიცი, ვერ ვნახე ახლა ესეთი ვიდეო, დაუშვათ ავიღოთ ახლა რომელი. აი ეს, სადაც ვაკეთებთ. ანუ ამ ვიდეოდან გამომიმუშავებია მე 33 ცენტი. ეს რა არის ნეტა? და ვნახოთ ახლა 2 და 70. იცით, შეიძლება მე მიყურებს კიდე, როგორც გაჩვენეთ წეხან, ევროპა და ევროპა მეც იხდის და ეთყობა რაღაცა ეს არის მთლიანად აღებული, ეთყობა კი არა, ეს არის მთლიანად აღებული საშუალო არითმეტიკული აღებული თანხა ყველა რეკლამებისგან, რომელიც ჩაერთო და მთლიანი რეკლამების თანხა იყო 2 და 70. ანუ ისინი ვინც არიან საქართველოში, ნუ მათ მაინც უყურებს ხალხის საზღვარგარეთიდან და ეს რთული იქნება ამის გამოთვლა. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით გაჩვენეთ ახლა ჩემი შემოსავალი და გაჩვენეთ ახლა მთლიან შემოსავალს, რამდენი მაქვს მთლიანად გამომუშავებული YouTube-ზე 4 წლის განმავლობაში არ ითვლება, იმიტომ რომ მონეტიზაცია ჩავთე შარშან და ახლა ჩვენ გადავიდეთ არა ბოლო 28 დღეზე, არამედ გადავიდეთ ანუ მთლიანად როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა ნახვებია, ძალიან ცოტა, ну გამომწერებს არ აქვს მნიშვნელობა, ნახვებია ცოტა. მთლიანი თანხა, რაც მე გამოვიმუშავე, როდის ჩავრთე, მონეტიზაცია ჩავრთე, სადღაც 5 მაისს, არა ეს, არა კაცო, 5 მაისს. აი აქ ჩამერთავს. სადღაც აი აქ ჩავრთე მონეტიზაცია, თუ არ ვცდები. 2019 წლის მე მგონი ზაფხულში მთლიანი გამომშვებული თანხა შეადგენს 71 ევროს. ეს უნდა ავიდეს $100-ზე, რომ YouTube-მა გადმოგირიცხოთ თანხა, ამიტომ ამბობ, რომ მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს YouTube-დან ჯერ გამომუშავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ თანხას მივიღებ მხოლოდ მაშინ, როდესაც ავა $100-ზე. ამიტომ თქვენ თუ აპირებთ YouTube-ის არხის გახსნას და YouTube-ის არხით ცხოვრებას, ეს არის ზღაპარი. საქართველოს პირობებში, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ჯერჯერობით YouTube ახლა იწყებს, ასე ვთქვათ, აკრეფვას, იმიტომ რომ ახალი არის, ну, ახლა შემოდის ჩვენთან რამდენიმე წელი არის, რაც დაიწყო შემოსვლა. აი ეს არის ის თანხა, რომელიც მე მთლიანობაში მაქვს და არ დავიწყოთ 2016 წელს ავტვირთე პირველი ვიდეო დეკემბერში. ანუ 4 წელს განმავლობაში 71 ევრო. ეს არის პრინციპში სასაცილო და არაფერი. აი აქ არის კიდე თვიური შემოსავალი, ივლისში გამგეთებია 3.95 აგვისტოში. ანუ ხო ხედავთ, აი ეს თანხა იმდენად სასაცილოა, რომ მინდა გითხრათ, რომ AdSense-ით ჩემო მტერმა იცხოვრა საქართველოს პირობებში. სხვათა შორის ეს YouTube Premium არ ვიცი რა არის, ყოველთვის მიწერს ხოლმე რაღაცა პრემიუმებს და არ ვიცი ვინმე არის პრემიუმი და იმის რეკლამების სხვანაირად ერთობა, ეს არ ვიცი რას ნიშნავს ნამდვილად და ეს ტრანზაქციონს უმზადს, არანაირი ტრანზაქციონი არ მქონია, ამიტომ არაფერი არ არის ჯერ ჩემთან გადმორიცხული. რაც შეეხება კიდე ფულის გამომუშავებას YouTube-ზე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არც 1 მილიონი კი, რომელიც არსებობს YouTube-ზე, არ ცხოვრობს YouTube-ის AdSense-ით, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, გარდა იმისა, რომ კურსები მქონდა ნაყიდი, უყურებ კიდე Catherine, Robertos, Nicks, Jones, Brians, ანუ იმ ხალხს, ვისაც მართლა მილიონი გამომწერები ყავს და AdSense-ით არ ცხოვრობს არც ერთი YouTuber-ი. და აი როგორ ცხოვრობენ YouTuber-ები და რატო აქვს ზოგიერთს 15000 შემოსავალი თვეში, მაგაზე ვილაპარაკებთ რომელიმე სხვა ვიდეოში. იმედია მოგეწონათ ვიდეო და იმედია დაახლოებითი, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილება წარმოდგენა შეგექმნათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება YouTube-ზე გამოიმუშავოთ თანხა, ან არ გამოიმუშავოთ თანხა. და ის თუ როგორ აკეთებს და როგორ გამოიმუშავებს ხალხი ძირითადად YouTube-ზე
თანხას, ამაზე ალბათ სხვა ვიდეოში დაგელაპარაკებით. იმიტომ რომ ახლა ეს ძალიან დიდი და გრძელი ვიდეო გამოვა და ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ YouTube-ის AdSense-ით არავინ არ ცხოვრობს. არც 1 მილიონი კი, არც ერთი არავინ, ვისაც Patricia ძალიან საყვარელი ქალია, მილიონები აქვს იმასაც გამომწერები. ძალიან დიდ თანხებს შოულობს ის YouTube-ზე, მაგრამ როგორც გითხარით, AdSense-ზე მარტო AdSense-ით ვერსად ვერ წახვალთ. AdSense, არ არიან რა, ვინც აკეთებს შემოსავალს YouTube-დან, ის არ არის AdSense-ზე დამოკიდებული. უნდა იცოდეთ, რომ არსებობს კიდე ბევრი სხვა საშუალება და მაგ თემაზე გადავიღებ სხვა ვიდეოს, იმიტომ რომ ახლა იმდენი რაღაცა მომდის თავში, რომ ძალიან გამგრძელდება ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ან არ მოიწონოთ, როგორც გსურთ, ორივე კარგი არის, დისლაიკიც ძალიან კარგი არის და ლაიკიც ძალიან კარგი არის და მაშინ დანარჩენ თემებს კიდე დამიწერეთ, კიდე რაზე გადავიღო, შემოსავალზე კიდე გადავიღებ, იმიტომ რომ აი ეს ასაცილო, ახლა როგორც გითხარით, AdSense-ზე არავინ არ ცხოვრობს აბსოლუტურად. AdSense-დან ჯერ არავინ არ გამხდარა მილიონერი. მაგას მაინც გადავიღებ და კიდე რა გაინტერესებთ. მაშინ მე თქვენ გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. პაკა.